მოგესალმებით, გვესალმებით ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისიხვის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ქალი ფეხბურთელების შესახებ. წარმატებული ქალი ფეხბურთელები მრავალ არსებობენ, რომლებიც არა მხოლოდ სპორტში, არამედ საზოგადოების სხვადასხვა სფეროებშიც არიან წარმატებულნი. დღეს რამდენიმე ცნობილი და წარმატებული ქალი ფეხბურთელის მაგალითი გვექნება. მარტა, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად. მას 6 FIFA ქალთა მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო აქვს მიღებული. მარტა თავისი კარიერის განმავლობაში ითამაშა ბრაზილიისა და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლუბებში. აბი უამბახი, ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც 2015 წელს FIFA-ს ქალთა მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მფლობელი გახდა. უამბახი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 2015 წელს და ითვლება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად. ლინდა სემბერესი, შვედელი ფეხბურთელი, რომელიც საერთაშორისო ასპარესზე თავისი ძლიერი თავდაცვით, თამაშითა და გუნდური წვლილისთვის ძალიან ცნობილია. ვირჯინია სმიტი ამჟამად სხვადასხვა კონკრეტულ ლიგებში მოთამაშე. მისი სახელი ხშირად უკავშირდება მის შესაძლებლობას დიდი გამოწვევების წინაშე გაატაროს და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანოს და ასისტები გააკეთოს. მეგან რაპინო, ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ცნობილი გახდა არა მხოლოდ თავისი თამაშით, არამედ თავისი აქტივიზმით და თანასწორობისთვის ბრძოლით. რაპინო მოიგო 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი და ოქროს ბურთი საუკეთესო მოთამაშისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ეთერშია თეთრი კარავი და მე მისი ერთ-ერთი წამყვანი ბატონი დიმიტრი გახლავართ. კატოს ბაბუა. თქვენი თხოვნით რამოდენიმე გადაცემას ისევ მე გავუძღვები და შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეთერი კვლავ თქვენს განკარგულებაშია. დაგვირეკეთ, ან გამოგვიგზავნეთ ხმოვანი წერილები. გადავწყვიტეთ, რომ დღეს თავისუფალი ეთერი გქონდეს და ყველაფერი თქვენზეა. დღევანდელი განწყობაც და თემაც. აბა, ველოდებით, ვინ იქნება პირველი? აი უკვე გვიკავშირდებიან. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ირმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეთრ კარავს. მას მერე რაც პირდაპირ ეთერში საშუალება მომეცა, რომ ჩემი საკუთარი ლექსები წამეკითხა, აღარ წყდება ზარები და მოლოცვები. არ ჩემს Facebook გვერდზე, არც პირად მესიჯებში. მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. და ხოი საოცრებავ, ჩემი მშობლიური სკოლიდანაც კი დამიკავშირდით და მთხოვეს, რომ დრო გამოვნახო და ერთი პოეზიის საღამო იქაც ჩავატარო. იმედია გახსოვთ ჩემი დებიუტი თეთრ კარავში? რას ბრძანებთ, ქალბატონო ირმა? რა თქმა უნდა გვახსოვს და იმედია დღესაც წაგვიკითხავთ თქვენს შესანიშნავ ლექსებს. ძვირფასო მსმენელებო, ხომ ხედავთ რა ძალა აქვს პოპულარობას? ჩვენმა უანგარო სიკეთემ რამდენი ადამიანის ბედი შეცვალა უკეთესობისკენ. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას და ყველას მოგიწოდებთ, რომ თუ სტუდიაში ვერ ახერხებთ მოსვლას, არც ეგ არის პრობლემა. ჩაწერეთ თქვენი ლექსებით თუ მოთხრობები და გამოგვიგზავნეთ თეთრ კარავში, გპირდებით, რომ თქვენი არც ერთი გზავნილი არ დარჩება ყურადღების მიღმა. აბა, გისმენთ? დიახ, დიდი სიამოვნებით. დღევანდელი ჩემი ლექსი ეძღვნება ჩემ მშობლიურ სკოლას და პირველად თქვენ ეთერში გავაჟღერებ. აბა, გისმენთ დიდი ყურადღებით. თეთრი ბაფთებით მივუყვები სკოლის დერეფანს, გულის ფანცქალით ავირბინე საფეხურები, გაივლის წლები და ამ კედლებს ემახსოვრებად ჩემი ცხოვრების უჩინარი ნაფეხურები. ყველა ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, რაც დამცდენია, რაც ვთქვი ან ვერ ვთქვი, არც ისინი დაავიწყდება,
ჩემი პირველი ცრემლიც ახსოვთ, ვიცი ამ კედლებს, პირველი კოცნა და პირველი თავდავიწყებაც, თეთრი ბაფთებით მივუყვები სკოლის დერეფანს, გულის ფანცკალით ავირბინე საფეხურები. ბრავო! ბრავო! დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი იყო. თქვენც დიდი მადლობა და დიდი მადლობა ისევ და ისევ თეთრ კარავს. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ის მის ჩემი ხმა? დიახ, დიახ. მე ვარ ლონდა კირკიტაძე, 54 წლის. ძალიან მიყვარს პოეზია და ახლა პირველად თქვენი ეთერის საშუალებით ჩემს ერთ ლექსს წაგიკითხავთ, თუნებას დამრთავთ. აბა რა თქმა უნდა. ასია მუდამ შემოდგომას მოსდევს ზამთარი. ზამთარს გაზაფხული, გაზაფხულს ზაფხული და ერთხელ ზაფხული ისე გაგრძელდა იმდენ ხანს იყო, რომ ზამთარს მოსვლა დაავიწყდა და ჩაეძინა გაზაფხულამდე. ბრავო, მართლაც შესანიშნავი ლექსი იყო. დიდი მადლობა დღევანდელი პოეტური ეთერისთვის ჩვენს არაჩვეულებრივ ქალბატონებს, ქალბატონ ირმას და ქალბატონ ლონდას. გონი ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. არ შეიძლება სულ პრობლემებზე და გასაჭირზე ლაპარაკი. ზოგჯერ ცხოვრება უნდა გავიხალისოთ და ერთმანეთს კარგი ამბები მოუყვეთ და გაუზიაროთ. აბა ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, მეგობრებო. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. აბა, მომავალ შეხვედრამდე.